მე ახლა ვართ UNDP-ის წარმომადგენელი და დღევანდელ დღეს თქვენი მოდერატორი. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ Zoom-ი რამდენადმე სპეციფიურია შეხვედრის მოსასმენად, მაგრამ მაინც მოდით და ყველამ კარგად იცით უკვე მისი მოხმარება, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებ, როდესაც არ საუბრობთ თუ შეიძლება გამორთეთ თქვენი მიკროფონები, როდესაც ისაუბრებთ, ჩართეთ ხელი აიწიეთ თუ საუბარი გინდათ, ასევე შეხვედრა იწერება და უბრალოდ ამასაც გატყობინებთ. ჩვენ დღევანდელი შეხვედრა ითარგმნება, ხედავთ, რომ ეკრანის ძირში არის ფუნქცია, რომლის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ შეხვედრა მოისმინოთ ქართულ ენაზე. რატომ აქვს მნიშვნელობა გენდერს მწვანე ეკონომიკაში? ჩვენ ვსაუბრობთ ტრანზიციის მწვანე მომავალზე ტრანზიციასთან დაკავშირებით, ვსაუბრობთ თანასწორობაზე, თანასწორობთ და მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან ხშირად გვპირდებიან რაღაც გარკვეულ სიმდიდრეს, გვპირდებიან სხვადასხვა სიკეთეს და ძალიან დღევანდელ სწორედ აი ამ საკითხებზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენ, ვისაუბრებთ ქალების როლზე, განახლებადი ენერგიის ინიციატივებში, ვისაუბრებთ ისტორიებზე საიმედო ელექტროენერგიის მიხედვით მაგალითად ადამიანი, რომელიც ახორციელებს დღეს სუფთა ენერგიის პროექტებს, გვიზიარებს სუფთა ალტერნატივებს, ვთქვათ, საკვების მომზადების პროცესში და ასე გამოიყურება, აი როგორ გამოიყურება ინოვაცია. ინოვაცია გამოიყურება სწორედ ისე, როგორც ნაკრები, ნაერთი სხვადასხვა გამოცდილებისა. ძალიან მნიშვნელოვანია ქალების დანახვა იმ ასპექტში, რომელიც გულისხმობს კაპიტალზე ხელმისაწვდომობას. რა გვაკლია დღეს, რა არ გვესმის ინოვაციასთან დაკავშირებით, როდესაც ვჯელობთ ინოვაციაზე, ხომ არ გვაკლია ვინმეს ხმა. სანამ აი ამ საკითხებს შევეხებით დღეს, სანამ დავიწყებთ, მე მინდა მივესალმოთ პროექტის მენეჯერს საქართველოს მხრიდან, ხალბატონ თიკო ტყეშელაშვილს, მერები ეკონომიკური ზრდისთვის პროგრამის შესახებ მოგვახსენებს. გმადლობთ ტიფანი, გმადლობთ კოლეგებო, მოგესალმებით. ჩემთვის დიდი პატივია და სიამოვნება ავიღო აქ და გესალმებოდე თქვენ. მე მინდა ძალიან მოკლედ წარმოგიდგინოთ თუ რა განხილვები გქონდა და რა დისკუსიები იდგა ამ ღონისძიების დაგეგმვის უკან და რა მოგვიყვანა დღეს კოლეგებთან ერთად ჩვენ აი ამ შეხვედრამდე. ძალიან ბევრმა თქვენთაგანმა იცის ევროკავშირისა და UNDP-ის ინიციატივის შესახებ, მერები ეკონომიკური ზრდისთვის, ბოლო 4 წელია ჩვენ ჩართულები ვართ ამაში და ვიცით, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის არაერთი ქვეყანა არის ჩართული ამ პროცესში და ამ გზით ეხმარებიან ამ ქალაქებს იპოვონ ახალი გზები, თანამედროვე გზები, მდგრადი და მედეგი განვითარებისათვის. შერჩეულია რიგი ქალაქები, რომლებიც იცავენ ადამიანებსაც და გარემოსაც და ჩვენ ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად ჩვენ გამოვცადეთ და პილოტირება მოვახდინეთ ახალი მიდგომებისა. ჩვენ შევეცადეთ, რომ მეგვეგვარებინა და გვეპასუხა ეკონომიკური და კლიმატური გამოწვევებისათვის. ჩვენი თვალით ვხედავდით, რომ ჩვენი ძალიან ბევრი თემი, ჩვენი ბევრი ქალაქის ხელმძღვანელობა იყო საკმაოდ მოუმზადებელი, როდესაც ვთქვათ, საქმე ეხებოდა კლიმატით განპირობებული კატასტროფების რისკს. ხო, აი ამ რისკებისთვის და აი ამ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეებისთვის არ იყვნენ მომზადებულები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ახალი ტექნოლოგიების არსებობა, რეაგირების ახალი სისტემების არსებობა მეტ სიცოცხლეს გადაარჩენენ და
მეორეს მხრივ, როდესაც ვთქვათ, ვფიქრობთ ადგილობრივ ეკონომიკაზე, როდესაც საქართველოში წრიული ეკონომიკის კოეფიციენტი 1,3%-ია, რომელიც გაცილებით უფრო დაბალია, ვთქვათ, ევროპულ საშუალოზე 11,45%. ანუ ძალიან დიდია ნაპრალი ჩვენს ტრანზიციის პროცესში და ამ როდესაც ჩვენ ვცდილობთ ტრანზიციას ეფექტიანი ეკონომიკის მიმართულებით. არსება ჩვენთან უფრო ტრადიციული მოდელებია წარმოებისა და მოხმარების. ამიტომ ჩვენ გავითვალისწინეთ ყველა ეს ურბანული გამოწვევა, საჭიროებები ახალი და ინოვაციური გადაწყვეტილებებისთვის. ამ დისკუსიაში ჩვენ ეს ყველაფერი განვიხილეთ. ჩვენ ვსაუბრობდით გამოცდილების გაზიარების საკითხებზე, რისთან დაკავშირებული გამოცდილების. ჩვენ ძალიან წარმატებით მოხდა ინოვაციური მიდგომების გაზიარება, ასევე მწვანე ტექნოლოგიების გათვალისწინება და მიღება ჩვენს სამუშაოში და ამიტომ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ იქნებოდა ძალიან კარგი თუ ჩვენი ქალაქები უფრო მეტად განვითარდებოდნენ და მეც მიაღწევდნენ ამ მიმართულებით, მაგრამ რასაკვირველია, ამისათვის უყურად არის საჭირო მრავალ სხვა სექტორთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით ინოვაციის სექტორთან. საქართველოსთვის ვთქვათ, წრიულობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. საზოგადოებს სჭირდებათ დანერგონ წრიულობა მთელ თავიანთი განვითარების და ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს არის ნამდვილად ძალიან ისეთი ქვაკუთხედი ტრანზიციის და არა მხოლოდ ტრანზიციის. აი ამ ყველა გამოწვევის გათვალისწინებით და ყველა მათგანზე დაფიქრებით ჩვენ ვესაუბრეთ სხვადასხვა მოთამაშეებს, ჩვენ ვისაუბრეთ ახალი სტარტაპების სისტემაზე, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ არის ძალიან დიდი პოტენციალი მწვანე ტექნოლოგიების მიმართულებით. არსებობს ტალანტი, არსებობს ექსპერტიზა, მაგრამ მას სჭირდება ერთობლივი ძალისხმება, ყველა ქალაქის ხელმძღვანელობა, ადგილობრივი თემი, ყველა ქალაქის მაცხოვრებლები, რომლებსაც ვთქვათ, აწუხებთ გარემოსთან დაკავშირებული პრობლემები, ვფიქრობთ, რომ უნდა გაერთიანდნენ და ერთობლივად უნდა იმუშაონ ამ მიმართულებით. აი ჩვენ სწორედ გვმართავს ეს პრიორიტეტები, ჩვენ გვმართავს ეს კონტექსტი, ჩვენ მუშაობთ პირველად აი ამ ჩვენს ჰაბთან ერთად მუშაობთ ამ საკითხებზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვნად დავინახეთ გენდერული ასპექტები მწვანე ტექნოლოგიებთან მიმართებით და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ აი ეს დისკუსია დაგვეგეგმა ძალიან მნიშვნელოვან და ძალიან სერიოზულ სპიკერებთან ერთად და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს შექმნის ძალიან კარგ სივრცეს იდეების გაზიარებისთვის, გამოცდილების გაზიარებისთვის და დაგვეხმარება, რომ ვითანამშრომლოთ უფრო ახლოს, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ქალაქები, ასე ვთქვათ, ძალიან მსგავსი გამოწვევების წინაშე არიან და ყველასთვის იქნება, ვთქვათ, თუ ერთი ქალაქის მაგალითზე და ერთი ქალაქის გამოცდილებაზე ვისაუბროთ, ეს იქნება ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი დღეს, რომ ვიპოვოთ საუკეთესო ანუ ჩვენი დღევანდელი საუბარი იქნება გადაწყვეტილებასა და გამოსავალზე ორიენტირებული. ძალიან დიდი მადლობა
მე მოუთმენლად ველი ამ არაჩვეულებრივი დისკუსიის დაწყებას, დივანი თქვენ გიბრუნეთ სიტყვას. თიკო ძალიან დიდი მადლობა, კონტექსტი წარმოგვიდგინეთ, ძალიან თბილი სიტყვებით გამოგვეხმაურეთ, ახსენით რატომ გავმართეთ ეს ღონისძიება და ამიტომ პირდაპირ როგორც თიკომ განაცხადა უკვე ჩვენ გვყავს 4 ძალიან კარგი სპიკერი და პირველ რიგში წარმოგიდგენთ ძალიან მნიშვნელოვან მკვლევარს, ციფრული მარკეტინგის მკვლევარს, რომელიც ისაუბრებს თუ რატომ არის გენდერი მნიშვნელოვანი საკითხი მწვანე ეკონომიკაზე მსჯელობისას. ის ისაუბრებს იმასთან დაკავშირებით თუ როგორია გრინტექში გლობალური ტენდენციები და ეს ზოგად კონტექსტზე აგაცნობს და შემდგომ უკვე ჩვენ უფრო ლოკალურ საკითხებზე გადავალთ უკვე საქართველოს საკითხებზე. გვყავს კოლეგა ანა ლობჟანიძე, ის ისაუბრებს იმ კვლევაზე, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ისაუბრებთ მწვანე სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით. შემდეგ გვეყოლება ქალბატონი ნატო ჩაკვეტაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი და ის ისაუბრებს სტარტაპ ეკოსისტემებთან დაკავშირებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სამუშაო იქნება ძალიან საინტერესო. გთხოვთ ძალიან დიდი მადლობა ტიფანი ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი წარდგინებისთვის. ტიკო ძალიან დიდი მადლობა რომ ესეთი შესავალი გააკეთეთ ამ დიალოგისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის რომ ვიცოდეთ რა მნიშვნელობა აქვს მწვანე და ტექ ეკონომიკას, რა კავშირებია მათ შორის. მე ამ საკითხებზე ვიმსჯელებ კონკრეტულად გენდერის პრიზმიდან, ვისაუბრებთ იმაზე თუ როგორია გენდერული განსხვავება, gender gaps, რასაც უწოდებთ. მე არ ვიცი რა ყველა ხედავთ, ცერი აწიეთ თუ ხედავთ ეკრანს. კარგი ბატონო, გასაგებია, ყველა ხედავს. დავიწყებთ უბრალოდ სტატისტიკით. ჩვენ ვიცით, რომ მწვანე ეკონომიკა სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს ასაქმებს, სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, თუ ვთქვათ ძალიან იზრდება. ჩვენ თქვენ გხედავთ თუ ეუბნებიან და არა თქვენ სლაიდებს. აი სლაიდებიც გამოჩნდა. ანუ შესავალი მთლიანად გამოგრჩათ, ესე იგი მე მინდოდათ რომ ეკრანზე პრეზენტაცია დაგენახეთ. აქ უბრალოდ წარმოვადგინე სტატისტიკა, რომ 16.2 მილიონი ადამიანი იყო 2023-ში მწვანე ეკონომიკაში ჩართული და ბოლო 2 წლის განმავლობაში რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა ეს მაჩვენებელი. ეს ევროპის მაგალითზე ვსაუბრობდი, მაგრამ აქ გარკვეული გეფია. მაგრამ ნუ მიუხედავად ამისა, ვთქვათ, გამოჩნდა AI სისტემების საჭიროება, IoT სენსორები შეიქმნა, ენერგიის მოხმარების ვთქვათ, რეჟიმები შეიცვალა და ჩვენ მაგრამ ნუ ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ მწვანე ტრანზიციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რიგი უნარები, ხომ? ინფრასტრუქტურა სჭირდება თავისი, იმიტომ რომ ძალიან ასე შეშველი ხელებით ძალიან რთული იქნება მწვანე ტრანზიციაზე საუბარი. მე ვისაუბრებ ახლა 5 კრიტიკულ გენდერულ განსხვავებაზე, გენდერულ გეპზე.
რომელსაც მწვანე ეკონომიკის პირობებშიც გამოჩნდა. პირველ რიგში ეს არის ტრენინგებზე წვდომის ნაკლებობა, მწვანე სამუშაო ადგილებისთვის, დასაქმების შესაძლებლობებაზე წვდომის ნაკლებობა, კაპიტალის დაფინანსება, გადაწყვეტილების მიღების როლების ნაკლებად მორგების შესაძლებლობა. ნუ როგორც უკვე აღნიშნე, ძალიან საჭიროა მწვანე ეკონომიკაში, როდესაც ტრანზიციაზე ვლაპარაკობ და როდესაც მწვანე ეკონომიკაზე გადასვლაზე ვლაპარაკობ, ძალიან მნიშვნელოვანია გარკვეული უნარები, ხომ? ანუ გარკვეული ტრენინგი, გარკვეული ცოდნა. ჩვენ ვიცით, რომ გლობალურად ქალები შეადგენენ ხელოვნური ინტელექტის ტალანტის 22%-ს, ხო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაგალითად 10%-ზე ნაკლებია მათი წარმომადგენლობა ენერგოპროგრამებში, ხო? მაგალითად კაზახეთის მაგალითზე მინდა რომ მოგახსენოთ ეს და ამიტომ ამ ტექნოლოგიები რომ ართონ ამ ადამიანებმა, მაგალითად ამისთვის მათ შეიძლება არ კონდეთ სათანადო უნარები. მაგალითად ჩვენ ვიცით რომ ეს ამას უწოდებენ გაჟონილ, ყაზახეთში ამას უწოდებენ გაჟონილ ამილსადენს, იმიტომ რომ 30.7 არის ქალების შესვლის მომენტში და ვთქვათ, როდესაც შედიან დარგში და წამყვან პოზიციებზე, მაღალ პოზიციებზე ეს არის 13.6%. ანუ გაცილებით მეტი ქალი შედის აი ამ ტექ ინდუსტრიაში, მაგრამ 1-2 წლის შემდეგ ისინი ან მიდიან, ან მაღალ პოზიციაზე ვერ გადადიან და აი მხოლოდ 13.6% აღწევს რაღაცა უფრო მაღალ და წამყვან პოზიციებს და როგორც ჩანს აი ამ პროგნოზებით 2030 წლისათვის ალბათ 59%-ს ადამიანებისა სამუშაო ძალისა დასჭირდებათ გარკვეული ტრენინგი. ამას ეს ძალიან თვალნაკლად ჩანს, ანუ ყველა დასაქმებულს დასჭირდება ციფრულ უნარებში ტრენინგი იმისათვის, რომ მათ მოახერხონ აი ამ ახალ და ცვალებად გარემოში ოპერირება. როდესაც ვლაპარაკობთ უკვე მეორე, ასე ვთქვათ, გეპზე, ეს არის წვდომა სამუშაო ადგილზე, ჩვენ ვხედავთ რომ გლობალურ სამუშაო ძალაში 15% არის ქალების მაჩვენებლები და მათი უმეტესობა მაინც არის დაბალ პოზიციაზე, აი მხოლოდ 16% არის მენეჯმენტში და ტექნიკული როლები აქვთ მხოლოდ 19%-ს. ანუ ვხედავთ, რომ მაღალ პოზიციებზე ეს ადამიანები ძალიან ქალები საკმაოდ იშვიათად ხდება. ნუ ეს ყაზახეთის მაგალითია, მაგრამ მისი განზოგადება შეიძლება ეს არის რაღაცა გარკვეული მაგალითი და ასეთ შემთხვევაში ვთქვათ, ჩვენ ვიცით, რომ კლიმატის ცვლილების ზემოქმედება სხვადასხვა პოპულაციები განსხვავებულად ექცევიან მისი გავლენის ქვეშ და ამიტომ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სხვადასხვა ტიპის ადამიანები და მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებისთვის ხელმისაწვდომობა და თანასწორობა იქნას, ხელმისაწვდომობის თანასწორობა იქნას უზრუნველყოფილი. სხვაგვარად პრობლემები ძალიან ვთქვათ, გაღრმავდება და მიზეზი იმისა, რომ ვთქვათ, ეს ადამიანები ესე კარგად არ არიან წარმოდგენილი, არის რომ აი ენერგოსექტორი პრინციპში ითვლება კაცების სექტორად და ასე ამიტომ შეიძლება თვითონ მთავრობების, ხელმძღვანელობების პოლიტიკით და გადაწყვეტილებებით ან რაღაც ადგილობრივი კონტექსტით არის განპირობებული. ნუ ყოველ შემთხვევაში ქალები განიხილებიან როგორც ნაკლებად სანდო და საიმედო ადამიანებად და
ამ სექტორში და შესაბამისად მათ ეზღუზებათ გარკვეულწილად სამუშაო წესდომა და ეს კიდევ თავის მხრივ ზღუდავს მრავალფეროვნებას იმ გუნდებისა, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ. ძალიან ბევრი იცით იმისათვის რომ დღეს რომ ქალები სწავლობენ, დღეს რომ გოგოები სწავლობენ, მათ მომავალში მოახერხონ მაღალი პოზიციების და დაკავება ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ამ საკითხებზე მუშაობა. შემდეგ გებზე, როდესაც ვლაპარაკობთ, ეს უკვე თავისთავად არის ფინანსებს, თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ფინანსებზე წვდომა. ყველანაირი წყაროებიდან ანგარიშების მიხედვით ჩვენ ვხედავთ, რომ დაფინანსება არის ძალიან რთული საკითხი. და რომ როგორც მივხვდით, დაახლოებით 2% მიდის გლობალური დაფინანსებიდან ქალებამდე. ანუ ძალიან აქ ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური წიგნიერების საკითხი, განსაკუთრებით მწვანე ეკონომიკის და მწვანე ტრანზიციის კონტექსტში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხაზი გაესვას, რამდენად უსამართლოა ვთქვათ, ასეთი მიდგომა და რაოდენ მნიშვნელოვანია თანასწორობის საკითხი. ჩვენ გვაქვს მაგალითები, მაგალითად ინდონეზიიდან, როდესაც 25%-მდე გაიზარდა, როდესაც 25%-მდე გაიზარდა ქალების მონაწილეობა, ამან როგორ წინ წაწია და ბუსტერივით როგორ იმუშავა ეკონომიკაზე. შემდეგი არის ეს ლიდერშიპში, ხელმძღვანელ თანამდებობებზე წარმომადგენლობა, ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენ დავაკვირდით სომხეთის, საქართველოს, ყაზახეთის გენდერული თანასწორობის საკითხებს. საქართველოში ჩვენ გვქონდა 71.6%, მაგრამ აქ უკვე ასე ვთქვათ, მაღალ პოზიციებზე წარმომადგენლობას უნდა დავაკვირდეთ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ვთქვათ, ჩვენთვის ძალიან ჩვენ მილანი არის მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე გენდერულად დაბალანსებული ქალაქი, ვთქვათ, ევროპაში, როგორც ქვეყანა ეს არის ფინეთი, როგორც ქალაქი ეს არის მილანი. აი ჩვენ მუდმივად ვატარებთ ასეთი ტიპის ქალაქებს, ასეთი ტიპის ქვეყნებს, რომ დავაკვირდეთ და ეს გამოცდილება გადავიტანოთ სხვაგანაც. აი ვაკვირდებით ისინი რას აკეთებენ, როგორ აკეთებენ, რომ ეს პოზიტიური გამოცდილება სხვაგანაც იყოს გამოყენებული. შემდეგი გახლავთ მეხუთე გეფი, ეს არის ინოვაციურ პროცესებში მონაწილეობა, ასე ვთქვათ, წვდომა ინოვაციის სარგებელზე. ჩვენ ვიცით, რომ ვთქვათ, პროდუქტი ნებისმიერი და ის გადაწყვეტილებები და შედეგები, რაც ამ პროდუქტის შემოღებას მოაქვს, ძალიან დიდ გავლენას ახდენს ზოგადად სიტუაციაზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს გენდერულად მგრძნობიარე ბიზნეს პრაქტიკები, ანუ ინკლუზიური აყვანა სამუშაოზე, ინკლუზიური გუნდები იყოს. ამიტომ რომ ეს საზოგადოების სრული პოტენციალის ამოქმედებას გულისხმობს. შემდეგ უნდა გადავიდეთ შემდეგ საკითხზე, მე წარმოვადგინე ძალიან ბევრი ბიზნეს кейსები, ანუ მაგალითები იმისა თუ რატომ არის ეს საკითხები ეხლა ასეთი მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანია ღირებულებებზე დაფუძნებული არგუმენტები, რომლებიც რაღაც ღირებულებას აძლევენ ჩვენს პროცესს. უმნიშვნელოვანესია, ვთქვათ, რომ ჩვენ ვიცით, რომ 2024 წელი იყო ძალიან ისეთი ცხელი წელი, როდესაც ერთ ხუთზე მაღალი იყო, ვთქვათ, პრეინდუსტრიულ მაჩვენებელთან დაკავშირებით, ამიტომ ანუ ეს იყო ყველაზე ცხელი წელი და საუბრობთ უკვე ეკონომიკურ ზემოქმედებაზე,
აქ ქვეყნები აქ კვლევებით არის დამტკიცებული, რომ ქვეყნები, სადაც გენდერული თანასწორობა არის უზრუნველყოფილი, მათი ტრანზიციის პროცესი არის უფრო სწრაფი და უფრო იაფი. ანუ ამ ქალებს აქვთ ის უნარები, რომ და სრულად შეუძლიათ წვლილის შეტანა საზოგადოების განვითარებაში. აი უნარებს, ტალანტებს შორის კონკურენცია ხუთჯერ ზრდის ხელოვნური ინტელექტის უნარებზე მოთხოვნას ხუთჯერ გაზარდა მაგალითად 2015 წლიდან. ანუ რაც უფრო მაღალია გენდერული სამართლიანობა და გენდერული თანასწორობა, მით უფრო სწრაფად ვითარდება საზოგადოება და როდესაც ასეთი ცხელი წლები დგება და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია მწვანე ტრანზიცია, რომელსაც ხელს უწყობს გენდერული თანასწორობა. და აქ გადავდივარ უკვე მოწოდებაზე ქმედებისაკენ. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მიზნობრივი ტრენინგი დაგვეხმარება, რომ უნარებს შეარსებული ხარვეზები, skills gaps, რასაც უწოდებენ, გარკვეულწილად ამოივსეს. ძალიან მნიშვნელოვანია ხელახალი დიზაინი კარიერული განვითარების გზების. ანუ უნდა მოხდეს შესაძლებლობა, რომ ადამიანები უნდა განისაზღვროს ხელახლა, როგორ შეუძლიათ ადამიანებს პროგრესის გზაზე დადგომა, როგორ მიაღწიონ პროგრესს უფრო მარტივად. ძალიან მნიშვნელოვანია ენერგო ეკოსისტემების გააზრება. უნდა განისაზღვროს დაინტერესებული მხარეები, გავლენიანი ქსელები და რა თქმა უნდა მე მგონი ძალიან ბევრი ვილაპარაკე პრინციპში მტკიცებულებების შექმნაზე, ანუ როდესაც უნდა შექმნას მტკიცებულებები, უნარების გეფები უნდა აღმოიფხვრას, ამიტომ დაგემშვიდობებით ახლა და ძალიან დიდ მადლობებს გადაგიხდეთ. ძალიან დიდი მადლობა, მოგვაწოდეთ ძალიან კარგი ინფორმაცია, ძალიან ღირებული. დიდი მადლობა, რომ გაგვიზიარეთ თქვენი ექსპერტიზა. ჩვენ ყველამ ვიცით, რაოდენ საჭიროა ახლა ამ ყველაფრის ცოდნა ჩვენთვის. და ჩვენ ვიცით, რომ განსხვავება ეს გეფი იზრდება და იმ სტატისტიკის მიხედვით, რომელიც თქვენ წარმოგვიდგინეთ, ხომ, რიგ ქვეყნებში იზრდება ეს გეფი და როდესაც თქვენ წარმოგვიდგინეთ სტატისტიკა, ჩვენ დავინახეთ, რომ ეს ოკუპაციური სეგრეგაცია და ეს თანასწორობა როგორ უწყობს ხელს აი ამ STEM-ში განსხვავებების აღმოფხვრას და ზოგადად ქვეყნის განვითარებას და როდესაც ჩვენ ვხედავთ, რაოდენ მნიშვნელოვანია დროული რეაგირება კლიმატის ცვლილებაზე, ეს ყველაფერი, რაც თქვენ ბრძანეთ, არის უმნიშვნელოვანესი ამ პირობებში და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენი არაჩვეული პრეზენტაციისთვის. ძალიან დიდი მადლობა თქვენ და ჩვენ ვიცით, რომ ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში არის გაცილებით მეტი სამუშაო ადგილი, ვიდრე უნარებიანი და ვთქვათ მომზადებული ადამიანი. ანუ ეს არის ძალიან დიდი გეფი და ამიტომ აქ აუცილებელია, რომ ქალები ჩაერთონ და იყოს რომ აი ამ ტალანტებს შორის კონკურენციამ, რაზეც ჩვენ საუბრობდით, ამოავსოს ეს გეფი და რაც შეიძლება მალე მეტი ადამიანი იყოს მწვანე და წრიულ ეკონომიკაში მონაწილეობისთვის და დასაქმებისთვის კომპეტენტური. ახლა ენდრიუ როულს გადავცემ სიტყვას, ის უფრო გლობალურ ტენდენციებზე ისაუბრებს, როგორია ტენდენციები გრინტექში, რომელზედაც, პრინციპში ჩვენ უნდა ვისაუბროთ. დიდი მადლობა, ტიფანი, ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნება ვიყო აქ თქვენთან ერთად. ჩვენ ტიფანი ძალიან საინტერესო საკითხებზე ტიფანიმ ძალიან საინტერესო საკითხებზე გაგვიმახვილა ყურადღება და მე ჩვენ
მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არ ვემზადებით მწვანე ტრანსფორმაციისთვის. ჩვენ უკვე ვართ მწვანე ტრანსფორმაციის პროცესში. ჩვენ, როდესაც ვსაუბრობთ სხვადასხვა შეზღუდვებზე, ჩვენ აქ ვხედავთ, რომ არის რაღაცა გარკვეული ახალი სისტემები, ვთქვათ, ახალი ცვლილებები და ეს მწვანე ფორმაცია, ეს მწვანე შეიფი, მწვანე გარემო, ეს არ იწყება როგორც რაღაცა ფორმაცია, ეს არის რაღაც მდგომარეობაში შესვლა. ეს გვაძლევს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ არა მარტო იმის შესახებ, თუ რა ხდება გარშემო, არამედ იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენ წარმატებით წავიდეთ ამ მიმართულებით და პრინციპში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ძალიან ბევრ ადგილას ეს უკვე დადასტურებულია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რომ ეს არის ანუ ძალიან ბევრ ქვეყანაში ეს smart პლატფორმები უკვე გაკეთებულია, შემოსულია მწვანე ავტობუსები, არის წრიული ეკონომიკის პროექტები განხორციელებული და ვთქვათ, სხვა მდინარეების სანაპიროებზე არის რაღაცა სპეციალური მწვანე გენერატორები გაკეთებული იმისთვის, რომ განათება იყოს უზრუნველყოფილი ალტერნატიული გზებით. ეს ურბანული საუბრების ფარგლებში ჩვენ ძალიან ბევრი რამ გაგვიგია ასეთი და ვიცით, რომ მომავლის მშენებლობა ძალიან ჩვენთვის აუცილებელია, რომ დავიცვათ ჩვენი ბიომრავალფეროვნება. ჩვენთვის აუცილებელია, რომ მოვძებნოთ ალტერნატიული ენერგო რესურსები. ჩვენ პრინციპში ჩვენი მიზანი არის მოდერნიზაცია. ხომ ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მწვანე ტექის მიდგომებიდან არ გამოვტოვოთ სოფლად ცხოვრები ადამიანები. ჩვენ განსაკუთრებულად ვართ ორიენტირებულები ვართ აღმოსავლეთ ევროპის სოფლად მცხოვრებ ქალებზე, ფერმერებზე, რომლებსაც აქვთ თავიანთი ფერმები, რომლებიც არიან ჩართულები ყოველდღიურ საქმიანობაში. აი მათი ინკლუზია, მათი შესაძლებლობების და კოერენტულობისა და კონკურენტულობის გაუმჯობესება იქნება ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი გრინტეკის დამკვიდრების მიმართულებით, იმიტომ რომ ჩვენ რა თქმა უნდა გარკვეული მონაცემები გვაკლია სოფლად, ანუ ქალაქებთან დაკავშირებით გაცილებით მეტი მონაცემები გვაქვს, მაგრამ ვიცით, ასევე ვიცით, რომ ინფრასტრუქტურაც არ არის მაინდა-მაინც სრულყოფილი სოფლად, ლიდერშიპიც, თვითონ ეს ხელმძღვანელობა სოფლად კიდე რამდენადმე განსხვავებულია. ანუ ზოგადად იქ მეტი ყურადღება საჭირო ამის თქმა მინდა. ნება მომეცით დავსვათ ჩემი პირველი კითხვა. როგორ ხედავთ მწვანე მომავალს სოფლად? გადავდივარ მეორე სიგნალზე. მინდა რაღაცა დრო დაგიტოვოთ, რომ იფიქროთ კითხვებზე და შემდგომ შეიძლება მოგვიანებით გავაგზავნოთ ამ კითხვებზე. სიგნალი ნომერი 2. როდესაც ვლაპარაკობთ მაგალითად დასაწყისზე ახალი სისტემის. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი მაგალითები, მაგალითად შეფუთვების, სოკოს შეფუთვის ძალიან კაი მაგალითია მოლდავეთში, ესტონეთში მაგალითად ნარჩენების ვთქვათ სპეციალური ურნების ჩანაცვლება, უკრაინაში ქონდა ვთქვათ რაღაცა გარკვეული ცვლილებები ქაღალდების წარმოებაში. ანუ ნარჩენები უკვე აღარ არის ნარჩენები. ის შეიძლება გახდეს რესურსი, ის შეიძლება უკვე გახდეს ნედლეული ინვესტირებისთვის. ანუ მე მინდა გითხრა, მინდა ვთქვა, რომ რეგიონებში აღარ განიხილავენ ნარჩენებს როგორც რაღაც გადასაყრელს, ხომ უკვე და ჩვენ
მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია უკვე რომ ამ გადაწყვეტილებებს დაუძახოთ ალტერნატივები და პილოტურები, იმიტომ რომ ისინი უკვე თავი ამტკიცებენ თავიანთ სისწორეს. ძალიან მნიშვნელოვანია მათი მასშტაბირება. ძალიან მნიშვნელოვანია, ვთქვათ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ნიშნავს უკეთეს წვდომას კაპიტალზე, ეს ნიშნავს გამდიდრებას, ეს ნიშნავს უკვე ფიქრს და აზროვნებას იმის მიღმა, სადამდეც ჩვენ ვიყავით ახლა. ეს ნიშნავს მეტ ენერგიას, უფრო განათლებულ მყიდველებს. ანუ ეს არის, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც დამოკიდებული არის აზროვნებას. აი თუ როგორ არის დალაგებული ეს, როგორ ვაზროვნებთ და ვთქვათ, არის თუ არა რაიმე მიმართულებები green tech-ში, რომელსაც ჩვენ ვერ აღვიქვავთ როგორც პოტენციალს. ეხლა გადავალ მესამე სიგნალზე, ენერგო ტრანზიციაზე ძალიან ხშირად ლაპარაკობენ ისე როგორც რაღაცა ძალიან მზარდზე, რომელს დაწევაც არის ძალიან რთული, მაგრამ მე მგონი ჩვენ უკვე უნდა შევწყვიტოთ დევნა, უკვე უნდა დავიწყოთ იმისი შეგრძნება და გააზრება, რომ ჩვენ იქ ვართ, ეს რაღაც უკვე არის ჩვენი ენერგია არის ცენტრალიზებული და ქვეყნები უკვე გამოდიან იმა უკვე გაიღვიძეს და მიხვდნენ რომ სუფთა ენერგია არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ ეს არის კონტროლი, ეს არის ადგილობრივი შესაძლებლობები, ეს არის მედეგობა და აი ეს არის ძალიან საინტერესო. იმიტომ რომ ყოველთვის და მაგრამ ნუ ძალიან საინტერესოა რომ პრინციპში ქალაქად ინფრასტრუქტურა უფრო მარტივად და კარგად ვითარდება. ასე არ არის სოფლად, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს განსხვავებები იყოს, ვთქვათ, აღმოფხვრილი და ასევე მაგალითად დასაწყობება უნდა იყოს ცენტრალიზებული ენერგიის დასაწყობებას უყურებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, ვთქვათ, ასევე მე თუ როგორ ვმართავთ მენეჯმენტს, როგორ უკეთებთ იმ ენერგიას, რომელსაც ვინახავთ, რომელსაც ვასაწყობებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორობებისა და სტარტაპების მხარდაჭერა განსაკუთრებით უფრო პატარა ქვეყნებში ძალიან მნიშვნელოვანია, იცვლება თვითონ ინდუსტრიული პოლიტიკაც, ანუ დიდი ეკონომიკებიც გადადიან უკვე მწვანე green tech-ის ტექნოლოგიებზე, მწვანე მეთოდების გამოყენებაზე. ეს ინოვაციები, რა თქმა უნდა, თავის მხრივ ძალიან დიდი ცვლილებებისკენ მიყავს ნებისმიერი ქვეყანა. ცენტრალიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მაგალითები, მაგალითად ცენტრალიზაცია არის თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს ცენტრალური აზიიდან მაგალითები, როდესაც სახურავებს ედგება რაღაც ალტერნატიული ენერგიის წყაროები და ეს სტრატეგიულია. ეს აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითონ სამშენებლო სისტემები გადაეწყოს ისე, რომ ადგილი კონდეს მნიშვნელოვან ტრანზიციას, ხელი შეეწყოს ამ ტრანზაქციას. ანუ ჩემი მესამე კითხვა არის ეს, რა მოხდება თუ რეგიონი არ დააგვიანებს ტრანზიციას და ადრეულად გადავა ახალი ტიპის განვითარებაზე. მეოთხე სიგნალი არის ის, რომ შესაბამისი უნარების გარეშე განვითარება ვერ მოხდება, ტრანზიცია ვერ მოხდება. მწვანე სამუშაო ადგილების უმრავლესობას სჭირდება ციფრული უნარები და საგანმანათლებლო ინსტიტუტები კვლავაც ასწავლიან სხვადასხვა კვლავაც თავაზობენ სხვადასხვა სწავლებებს, სადაც შეიძლება არ იყოს მაგალითად ეს smart გადაწყვეტილებები, AI გადაწყვეტილებები, ვთქვათ, ინტეგრირებული. ბევრ პროგრამაში დღემდე არ არის, არადა ჩვენ გვჭირდება განსხვავებულად, ჩვენ გვჭირდება რომ თეორიას დაემატოს ინტეგრირებულად ციფრული უნარები, იმიტომ რომ ადამიანი დასაქმებისთვის გამზადებული გამოვიდეს უნივერსიტეტიდან, თუ კი გვჭირდება და გვინდა მწვანე მომავალი, ჩვენ
უნდა მოვამზადოთ ამისთვის ჩვენთვის ადამიანები, იმიტომ რომ აქ ახალი უნარების სწავლება კი არ არის ყველაზე რთული. ყველაზე რთული არის ის, რომ ადამიანმა შეძლოს ახალი მოდელებით ცხოვრება. მეოთხე კითხვა არის ასეთი, ანუ რა მოხდება თუ ახალგაზრდა ადამიანებს არ გავაძლიერებთ ეხლა და მაშინ ხვალ დღეს თუ არ გავაძლიერებთ ახალგაზრდებს, ხვალ რა შეზღუდვები იქნება მათ წინაშე. ძალიან მნიშვნელოვანია მეხუთე სიგნალი, რომ თუ კი არ მოვამზადებთ ადამიანებს, ამითი შეიზღუდება ადამიანების თქვათ მზაობა, мотивация ძალიან მნიშვნელოვანია ყველას мотивация. აი მივედი უკვე გენდერულ ქალების საკითხებზე, ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს სწორედ ორიენტირებული თავსებადობამდე, შესაბამისობაზე, ახალ მოთხოვნებთან, ახალ სისტემებთან. იმიტომ რომ თუ ჩუმად ვიქნებით, ჩვენ დავტოვებთ ვაკუუმს, ჩვენ ვერ შევქმნით ტრანზიციის კარგ ისტორიას. ამიტომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ ამბიციურად, უნდა ვისაუბროთ საჯაროდ, იმიტომ რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლიდერშიპმა, ხელმძღვანელობამ შეიმუშაოს ისეთი სტრატეგია, რომელიც აი ამ გადასვლის პროცესში წაახალისებს ადამიანებს, რომელიც მომართავს ადამიანების გონებას ტრანზიციისკენ, წინსვლისაკენ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადავიდეს, ვთქვათ, ეს გარდამავალი და ეს ტრანზიციის პროცესები შეეხოს არა მხოლოდ ცენტრს, არამედ ვთქვათ, გარე რეგიონები, ვთქვათ, ცენტრიდან უკიდურესად დაშორებული რეგიონებიც იყვნენ ჩაერთული ამ პროცესებში. მეხუთე კითხვა, ვთქვათ, რა მოხდება თუ კი ჩვენ ვთქვათ, ჩვენი სტრატეგიული ხედვის მომზადების დროს არაფერს ვიტყვით თანასწორობაზე, არაფერს ვიტყვით განვითარებაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ გამოგვივა მწვანე ტრანზიცია, იმიტომ რომ მწვანე ტრანზიცია ეს არის ძალიან დიდი ნახტომი, ეს არის გადასვლა და ეს არის ახლის შექმნა და ვინ უნდა შექმნას, ან თბილისში, ან ასტანაში, ან კიშინიაუში, ერევანში, ვინ უნდა შექმნას? ეს უნდა შექმნას მთლიანად საზოგადოებამ, ხომ? ყველამ უნდა მიიღოს ამაში მონაწილეობა. სხვაგვარად ამას არაფერს არ ექნება აზრი, სხვაგვარად ეს არაფერი არ გამოვა. ეს არ არის მარტო ენერგო ტრანზიცია, ეს და რეალური სამყარო და რეალური საქმე იწყება მაშინ, როდესაც ჩვენ დავსვავთ კითხვას, რა მოხდება თუ არ მოვაგვარებთ პრობლემას, არამედ ხელახლა გადავწერთ კითხვას, ან დავსვამთ სხვა კითხვებს და დაფიქრდებით იმაზე, როგორი მაგრები ვართ და რა კარგია, როდესაც ჩვენ რეალურად ვიწყებთ გამოწვევებზე პასუხს. დიდი მადლობა, ენდრიუ, ძალიან ბევრი მოგვეცით დასაფიქრებლად, ანუ დამუშავებისთვის, ბევრი ინფორმაცია მოგვეცით. ჩვენ გვჭირდება, რომ ძალიან ბევრი ვიფიქროთ და ძალიან მნიშვნელოვანია გეთანხმებით, რომ ეს სწორედ ეს აზროვნების ფორმა უნდა შეიცვალოს, ეს იდეები უნდა წამოვიდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა ისწავლონ, ტრენინგები გაიარონ, რომ მოერგონ და უპასუხონ ახალი დამუშავო ადგილების მოთხოვნებს. ძალიან საინტერესო იყო კლიმატთან დაკავშირებული გამოწვევები და ანუ მიმართულების განსაზღვრაც და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე ის, რომ ბრძანეთ, რომ აუცილებლად უნდა მოусმინოთ სოფლად ცხოვრებ ადამიანებს, ანუ აი ამ ჩუმ ადგილებს უნდა მოусმინოთ, მათი ხმა უნდა გავიგოთ და სწორედ ამ გზით წავა. სწორედ ასეთი ქმედება წაგვიყვანს მწვანე ტრანზიციის. დიახ, ჩვენ საერთოდ ყველა
მინდა რომ ყველა წავა ხალისო ჩემი თავიც რომ კიდევ ერთხელ დავსვათ ხოლმე კითხვა სწორად ვფიქრობ იქნებ კიდე სხვა ალტერნატივა არსებობს იქნებ სხვანაირად რო ვიფიქრო ჯობდეს ხო, კი, ეს ნამდვილად გამოწვევა ადამიანებს ხანდახან უჭირთ ხოლმე საკუთარ თავს დაუსვან კითხვები, რომ კი, მაგრამ მართალი ვარ, ასე რომ ვფიქრობ, დიახ, კი, კი, ნამდვილად გჭირდება ამისთვის სათოთ აზროვნების სვლა, შეცვლა, ხომ? აი, აზრის წყობის, ასე ვთქვათ, ჩეტში გვაქვს კითხვები, რაღაცა კითხვა ქართულად არის და ბოდიში მე ვერ წავიკითხავ, მაგრამ ანუ ანუ ნარჩენების ტრანსფორმირება რესურსებად ანუ ეს იყო კომენტარი, მე მგონი კითხვა არ იყო. დიახ, ნებისმიერი ნებისმიერი რამრის უტილიზაციაც არ ხდება. ანუ ნებისმიერ მომენტში შეგიძლია რაღაცა ახლიდან დაახლებურად დაინახო. ნებისმიერი გზა, რომელიც ჯერ არავის არ გაუვლია, შეიძლება გახდეს ახალი გზა შენთვის. მე მგონი ძალიან დიდი მადლობა, ენდრიუ. კითხვა-პასუხის სესიაზე სავარაუდოდ თქვენ დაგიბრუნდებით. ნუ ეხლა მე მიწევს სამუშაოება ძალიან ბევრი რამის, რაც თქვენ ბრძანეთ. მე მგონი ეხლა არის ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი რომ ყველამ გავიაზროთ რომ არსებობს ძალიან ბევრი ტალანტი, ძალიან ბევრი ნიჭი, ძალიან ბევრი რესურსი, რომლის გამოყენება აუცილებლად შეიძლება ტრანზიციისთვის. ეხლა ანას მოვიწევ. ნება მომეცით გავაზიარო ჩემი პრეზენტაცია. ძალიან საინტერესო მოხსენებები მოვისმინეთ, საინტერესო პანელისტები გვყავდა ამ ეტაპამდე. ხედავთ ჩემ ეკრანს. კარგი, მოგესალმებით ყველას. დღე მშვიდობისა. მე მინდა წარმოგიდგინოთ ანგარიშის და მიგნებები თუ როგორ ხდება საქართველოში ეს განათლებაში გენდერული ასპექტების მხარდაჭერა. ჩვენ მუშაობთ იმისთვის, რომ ტრანზიცია იყოს ინკლუზიური, ამისათვის რასაკვირველია უმნიშვნელოვანესია ქალების ჩართვა და გოგოების ამ პროცესში. მოდით დავიწყებ კვლევის მიზნებით, როგორც მოგეხსენებათ და ეკრანზეც ჩანს, კვლევა მოიცავს 11 ქვეყანას, რომ ესეთი რეგიონული პრიზმიდან, რეგიონული ლინზიდან დაგვანახოს ეს სიტუაცია, იმიტომ რომ იქნება მოგეხსენებათ ახალი ეკონომიკური და სოციალური რეალობა და გენდერული ინკლუზიის გარეშე და გენდერული თანასწორობისა და ჩართულობის გარეშე რასაკვირველია წარმოუდგენელი იქნება ამ პროცესში სათანადო მონაწილეობა ჩვენ გავაანალიზეთ სამუშაო ძელის კვლევის მაკრო მონაცემები ჩვენ ჩავატარეთ ვთქვათ ძირითადი ინფორმატორების ინტერვიუები შევაგროვეთ ინფორმაცია ასევე შევაგროვეთ ჩავატარეთ კვლევა და შევაგროვეთ ინფორმაცია იმისთვის, რომ ბარიერები დაგვენახა, ვთქვათ, რა უშლიდათ ადამიანებს ამ პროცესში მონაწილეობთ, ასევე შევეცადეთ გაგვერკვია სტრუქტურული გამოწვევები და გარკვეული მოსაზრებები, ვთქვათ, თუ იყო ასეთი რაც შეიძლება და შემზღუდველებად წარმოჩენილიყო ამ სიტუაციაში. რას გულისხმობთ ჩვენ, როდესაც ვსაუბრობთ სამართლიან ტრანზიციაზე, ეს ILO-ს მიხედვით
აქ ძალიან ამნიშნავ ჩვენ საუბრობთ ისეთ ქმედებებზე, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანენ ზემოქმედებას ადამიანების უარყოფით გავლენას ადამიანების ცხოვრებაზე და ამკვიდრებენ სათანადო და სამართლიან შრომით სტანდარტებს. ანუ ეს იყო დეფინიცია, რომლებიც ჩვენ გამოვიყვანეთ ჩვენი კვლევისთვის. ეს არის ჩვენ აქ საუბრობდით აქ წარმოვადგინეთ ინფორმაცია ვთქვათ ეკოსმარტ ინფრასტრუქტურისა და სხვადასხვა სექტორების შესახებ. ანუ ეს არის ის სექტორები საქართველოში, რომლებიც სჭირდებათ ადამიანები STEM უნარებით, IT პროფესიონალები, დიზაინერები, ტექნიკოსები, ინჟინრები, რომლებსაც შეეძლებათ ინოვაციური და მედეგი განვითარების ხელმხარდაჭერა და ქალები ძალიან მნიშვნელოვნად არიან ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანია ის მაჩვენებელი, რომ ქალები არ არიან სათანადოდ წარმოდგენილი ამ სექტორებში. აი, რომ დავაკვირდეთ საქართველოს შრომით ბაზარს, აი შეხედეთ, აქ არის ჩვენი დასაქმების სეგრეგაცია. ანუ აი ტექნიკურ მაღალემისიურ სექტორებზე, მშენებლობაზე გაცილებით უფრო მეტად არიან წარმოდგენილები აი ამ მწვანე სამუშაოებში, ამ მწვანე სამუშაო ადგილებზე, ვიდრე ქალები. ანუ აი ჩვენ ვხედავთ რომ ქალები ვართ უკვე აი იმ ტრანზიციის მიღმა დარჩენის საფრთხის წინაშე. ჩვენ გამოვიყენეთ STEM pipeline-ის მოდელი, სადაც შევისწავლეთ გენდერული ბარიერები, მაგალითად განათლების, ტრეინინგის, სამუშაო ჯალაში შესვლისა და კარიერული წინსვლის ეტაპებზე ჩვენ გამოვავლინეთ აქ თითოეულ ეტაპზე სტერეოტიპები, მხარდაჭერის ნაკლებობა და პოლიტიკაში არსებული ხარვეზები და ძალიან ბევრი გოგო საქართველოში აჩვენებს მაგალითად გამოხატავს საკმაოდ დიდ ინტერესს თავდაპირველად აი მეცნიერებებისა და STEM მეცნიერებების მიმართულების წინაშე, მაგრამ შემდგომ აი მოზარდობის ასაკისთვის მე რაღაცნაირად კარგავს ამ ინტერესს, იმიტომ რომ ოჯახში თუ სახელმძღვანელოებშიც კი თუ მასწავლებლების მხრიდანაც ისმის მაგალითად რაღაცა ისეთი მოსაზრებები, რომ ეს არის უფრო ბიჭების საქმე, კაცის პროფესიები და მაგალითად 100%-მა მასწავლებლების თქვა, რომ საქართველოში სასწავლო პროგრამებში არის ვთქვათ ამ პროგრამებში არ არის გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხები სათანადოდ წარმოდგენილი. აქ წარმოდგენილია ვთქვათ მომენტი, როდესაც აი უნივერსიტეტში კიდე ახალი გამოწვევებია, იმიტომ რომ აი ესეთი საკლასო კლასები, ასე ვთქვათ, აკვლავაც კაცები დომინირებენ, აქაც და აი ვხედავთ ჩვენც ამ დიაგრამაზე, რამდენად უფრო მეტად არიან კაცები წარმოდგენილები. ანუ 83% ახალგაზრდა სამუშაოს მაძიებლებისა ამბობდნენ, რომ აი ამ შესვლის საშუალების ნაკლებობა არის ყველაზე დიდი ბარიერი. აი დარგში თითქოს პროცესში ვერ შედის ბაზარზე ადამიანები. რატომ ტოვებენ ქალები STEM-და მწვანე სამუშაო ადგილებს? იმიტომ რომ არის თქვა არაპროპორციულია მათზე ოჯახზე და ბავშვებზე ზრუნვის ტვირთი, არ არის მოქნილი სამუშაო პროცედურები, არ არის მამის დეკრეტული ჩვეულებება, არის ასევე ვთქვათ სამუშაო გარემო ქალების მიმართ არ არის კეთილგანწყობილი და ამით საქართველო კარგავს ძალიან დიდ ნიჭს, ასე ტალანტებს კარგავს. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ინოვაციების გახსნა, ვიცოდეთ, რომ ინოვაციების გახსნა ნიშნავს
ქალი მეწარმეების მხარდაჭერას, იმიტომ რომ ქალებისთვის საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ როგორც წესი მათ აქვთ ძალიან ან არა აქვთ საერთოდ კერძო საკუთრება, ან აქვთ ძალიან მცირე, ამიტომ სესხებზე ვერ აქვთ წვდომა. ბიზნეს ქსელებიც არის ძირითადად კაცების მიერ დომინირებული და აი რაღაცნაირად ქალები ვერ ახერხებენ თავიანთი პოტენციალის სრულად გაშლას. ნუ ზოგადად თქვა თვითონ ქვეყანაშიც არის შეზღუდული კლიმატ ინოვაციები და აქედან და ქალებისთვის ეს კიდევ უფრო შეზღუდულია, როდესაც ვსაუბრობთ ურბანულ ინფრასტრუქტურაზე და ვთქვათ ეკო სმარტ საკითხებზე მე უკვე ვისაუბრე, რომ ისეთი სექტორები, როგორც მშენებლობა არის, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, ურბანული დაგეგმარება, ასეთ ძირითადად ვთქვათ ნაკლებად არის განვითარებული. ანუ მირისი თქმა მინდა, რომ ენერგოეფექტური შენობები არ არის ძალიან გავრცელებული და აი ეს საკითხი ადგას კიდევ, რომ და თუ კი არის ეს სამუშაო ადგილები უკვე, ხომ, იქაც აი აბსოლუტურ უმრავლესობაში თითქმის არიან კაცები. ანუ ქალები არ არიან სათანადო წარმოდგენილი არა მარტო STEM განათლებაში, არამედ თვითონ ქალაქის ხელმძღვანელობაში, ქალაქის ლიდერშიპში და ეს რა თქმა უნდა ამცირებს მრავალფეროვნებას და რა თქმა უნდა ზღუდავს განვითარებას და ზღუდავს გენდერულად მგრძნობიარე გადაწყვეტილებების მიღებას. და ეს რა თქმა უნდა ვთქვათ არ არის აი ხელმისაწვდომი ენერგოსისტემა, არ არის ვთქვათ საქართველოში თვითონ განათლების და ტრენინგების სისტემა არ არის ჯერ კიდე თანხმედროვაში იმ უნარებთან, რომელიც საჭიროა ამ ტიპის სამუშაო ადგილებისთვის და ეს განსაკუთრებით კიდევ უფრო მწვავეა ქალების შემთხვევაში. ქალებს ძალიან ხშირად არ აქვთ ინტეგრაციის საშუალება და თუ კი ვინმეს უნდა რომ ქალაქი კონდეს რეალურად მდგრადი, აუცილებელია რომ ქალები იყვნენ სრულად ჩართულები დიზაინის პროცესში. რა შეიძლება მოხდეს? რა თქმა ჩვენმა ანგარიშმა წარმოადგინა სხვადასხვა რეკომენდაციები, ანუ ჩვენ რა თქმა უნდა ვისაუბრეთ სხვადასხვა ქალ როლურ მოდელებებზე, ვილაპარაკეთ იმაზე, ჩვენი რეკომენდაციაა რომ STEM განათლებაში იყოს ადრეულ ეტაპზე იყვნენ ჩართულები ქალები და იყოს ვთქვათ გამჭვირვალე მხარდაჭერა, პრომოუშენის პროცესი იყოს გამჭვირვალე და ქალები მონაწილეობდნენ და გენდერული ასპექტების გათვალისწინება მოხდეს ყველა ვთქვათ გარემოსდაცვით პოლიტიკაში და საერთოდ ნებისმიერ განვითარების პოლიტიკაში. მწვანე ეკონომიკა ვერ აშენდება გენდერულ უთანასწორობაზე. ჩვენ ვერ მივალთ წარმატებამდე, ჩვენ ვერ მივალთ მდგრად ქალაქებამდე და მწვანე ქალაქებამდე ქალების მონაწილეობის გარეშე. ჩვენ ვერ შევქმნით მედეგ საზოგადოებას. ბოლო სლაიდზე სწორედ ეს წერია, რომ მწვანე ეკონომიკა ვერ დაეფუძნება გენდერულ უთანასწორობას. ძალიან დიდი მადლობა თქვენი ყურადღებისათვის. მე მგონი მე დროში ჩავეტია და თუ რაიმე კითხვა იქნება, მე დიდი სიამოვნებით უპასუხებ მას. დიდი მადლობა ანა თქვენი პრეზენტაციისთვის, ამ კვლევის გაცნობისთვის და დეტალური მიმოხილვისთვის ამ რეგიონის, ну, საქართველოს შესახებ ყოველდღიურში დეტალური ინფორმაციის მიწოდებისთვის და მე ნამდვილად სრულად ვიზიარებ თქვენს ყველა რეკომენდაციას და აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვახდინოთ ჩვენ ამ ყველაფრის აქსელერაცია. ძალიან დიდი მადლობა რომ თქვენ ხაზი გაუწვით ამ ყველა საკითხს, ყველა სირთულეებს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია მთელი ამ პოტენციალის ამოქმედება. ჩვენ დაგიბრუნდებით შემდეგ რაღაცა გარკვეული კითხვებით, მაგრამ ეხლა მინდა უკვე გადავცე სიტყვა ნატოს ისაუბრებს სტარტაპ ეკოსისტემების შესახებ საქართველოში და შემდეგ უკვე გვექნება კითხვა-პასუხის სესია. მოგესალმებით ყველას, ჩემთვის დიდი პატივია ვიყო აქ
თქვენთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა ამ საინტერესო პრეზენტაციებისთვის. ჩემი ჩემი მოხსენება უფრო კითხვა-პასუხის ფორმატში იქნება. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ბოლო 10 წლების განმავლობაში მე ვმუშაობდით ტექ ეკოსისტემის განვითარების საკითხებში, აქსელერაციის და პროგრამების პროგრამების დანერგვაში საქართველოში. ანუ მე თვითონ შუალოდ მონაწილეობ ამ პროცესში და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ დისკუსიაში წვრილი შეტანა. კი ბატონო, ჩვენ გვაქვს უკვე რამდენიმე კითხვა იმისთვის, რომ წავახალისოთ ჩვენი აუდიტორია თან მე დაგიშავ, როდესაც უყურებთ აი როდესაც უყურებთ ქალაქს და ხედავთ აი ამ რაღაცა green tech-ისთვის მზაობას. ანუ აქ ვაკვირდებით ინკლუზიურ ინოვაციებს და აი ხედავთ თუ არა, თქვათ, აი ამ დროს თუ რომელი სექტორები უნდა იყოს წამყვან ეტაპზე, აი როგორ ფიქრობთ, აი დემოგრაფიულად როგორი უნდა იყოს ამ გზაზე ქვეყანა, ძალიან ქალაქი უпростоრად უკაცრად. ძალიან დიდი მადლობა კითხვისთვის. ეს ეხება არა მხოლოდ საქართველოს თვითონ საქართველოს, არამედ საერთოდ სხვა ქალაქებს და სოფლებს რეგიონში. ყველას აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი და ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამ ტრანზიციაში. და არის რაღაცა ფაქტორები, რასაც ჩვენ ვაკვირდებით. არის მაგალითად განახლებადი ენერგია. საქართველოს მაგალითად აქვს ძალიან ბევრი წყალი, ვთქვათ, სომხეთს აქვს მეტი მზის ენერგიის განვითარების შესაძლებლობები. ანუ არ თქონდა პირველ რიგში ვაკვირდებით ამას. ასევე ვთქვათ, მე კიდე გამიმეორებ წინა სპიკერებმა რაც თქვეს, იმას გამოვეხმაურები. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, ვთქვათ, მწვანე ფეშენ ინდუსტრია, სურსათის ინდუსტრია, აქ წარმოება, მწვანე წარმოება, ეს ყველაფერი არის ძალიან ახალი ტენდენციები და ამ პოტენციალს რასაკვირველია ჩვენ ვაკვირდებით და ას წარმოგვიდგენია როგორც მწვანე ქალაქი და მწვანე განვითარება. მაგალითად, აზერბაიჯანშიც ეს არის ძალიან დიდი ნავთობის ექსპორტიორი ქვეყანა და მათ აქვთ ძალიან დიდი სივრცე, რომ უფრო, ვთქვათ, ეკოლოგიურად ეკომეგობრული წარმოება გააკეთონ და უფრო მეტად, ვთქვათ, დაინდონ, ასე ვთქვათ, გარემო. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ხაზი გაუსვა ინკლუზიას, ინოვაციურ ეკოსისტემას, იმას თუ რა უნდა გაკეთდეს, უნდა შეიქმნას ეკოსისტემა, ხომ? აი როდესაც ვლაპარაკობთ მეწარმეობაზე, ჩვენ აქ გულისხმობთ, ვთქვათ, პირველ რიგში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნას, მაგრამ ეს მარტო მეწარმეებზე ვერ იქნება დაყრდნობილი, ხომ? რა თქმა უნდა, თითოეული მეწარმის აზროვნების ცვლილება არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, მაგრამ მარტო მათზე არ არის ეს ყველაფერი დამოკიდებული. ხელმძღვანელობა, საზოგადოება ყველა უნდა ჩაერთოს და უფრო სმარტი, უფრო მდგრადი იყოს ზოგადად ეკონომიკა, ბიზნესი. ნუ ამ ეტაპზე ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, იმიტომ რომ თვითონ ეს ყველაფერი არის დაკავშირებული ძალიან დიდ გამოწვევასთან და აუცილებელია შეიქმნას ისეთი ეკოსისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციურ შესაძლებელს გახდეს ინოვაციურ განვითარებას მუნიციპალიტეტებში, ქალაქებში. ამ ეტაპზე ეს არ არსებობს და აი შეიძლება მე იქნებ მეორე კითხვა დამისვათ და შემდეგ გადავალ უკვე. ანუ ეხლა მე მინდა გითხრათ, აი როგორ ფიქრობთ, როდესაც ვაპარაკობთ აი სოფლებზეც, ხომ? აი ნუ ინოვაციების და ტექნოლოგიების პერსპექტივიდან რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, რომ ინკლუზიური იყოს
ეკოსისტემის განვითარება. ჩვენ ხო ვიცით, რომ აი რაღაცა თქვა თითქოს გარიყულად არიან რაღაცა ადგილები, სოფლები, ხო, ცენტრიდან დაშორებული. ეხლა რაც შეეხება ეკოსისტემას, ეს ძალიან კომპლექსური საკითხია, როდესაც მეწარმეები არიან აი ამ ეკოსისტემის გულში, ხო, ვთქვათ, მაინც იმდენი სხვადასხვა შრეა, მუნიციპალიტეტი, პოლიტიკის მესვეურები, ვთქვათ, პოლიტიკის ფერმირებაზე პასუხისმგებელი პირები, არამომგებიანი სექტორი, არასამთავრობო სექტორი, რომელიც თქვა ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავს, მეცნიერები, განათლება, ანუ განათლებაში ჩართული დაინტერესებული მხარეები, იმიტომ რომ აქ მოგეხსენებათ, რომ ცოდნის დაგროვების, კვლევების გარეშე ძალიან წარმოსადგენია, რომ გააზრება და გაცნობიერება იმ ყველაფრისა თუ როგორ გახდეს ყველაფერი უფრო ეფექტური, უფრო მდგრადი, უფრო მწვანე, ძალიან რთულია. მე ძალიან ბევრ საუკეთესო პრაქტიკას გავცნობი ვარ თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ინოვაციური ეკოსისტემა. ყველა ეკოსისტემა, რომელიც დღეს წარმატებულია, ძალიან ძლიერ სამეცნიერო წრეებს და აკადემიურ პროგრამებს ეყრდნობა, უნივერსიტეტებს ეყრდნობა, იმიტომ რომ ცოდნა აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აუცილებელია რომ ადამიანებმა დაინახონ რა უნდა გააკეთონ, რა უნდა აამოქმედონ პრაქტიკაში. და ეს დაინტერესებული თუ ასეთი არ იარსებებს, თუ ამ ყველაფერს საფუძველი არ ექნება, ეკოსისტემა იქნება რამდენადმე ქაოტური და ძალიან რთულად იქნება წარმოსადგენი, რომ აი ამ ძალისხმევას რაიმე სერიოზული ნაყოფი ექნება. ანუ რა თქმა უნდა, ყველაფერს სჭირდება ძალიან კარგი საფუძველი. საფუძველის გარეშე ვერაფერს ვერ ვაშენებთ, ვიცით. ამიტომ ამერიკის, ევროპის ქალაქებშიც ვთქვათ, ეს პროცესები, ვთქვათ, როდესაც მიმდინარეობდა, ვთქვათ, ცოდნის და განათლების დაგროვებას არსებითი ყურადღება ეთმობოდა. რა თქმა უნდა, ცოდნის დაგროვების და განვითარებისთვის არ არის მარტო უნივერსიტეტი ერთადერთი ადგილი, სადაც ეს ხდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გააზრებული იქნას ის საჭიროებები, რომელიც აქვს ქალაქს და სხვადასხვა ეტაპებზე ხდებოდეს ადამიანების განვითარება, განათლება. ძალიან იცით არსებობს ვთქვათ მოსაზრება რომ მხოლოდ ადგილობრივი ვთქვათ არსებობს შეხედულება რომ არა მხოლოდ საწარმოები ადგილობრივი ვთქვათ პოლიტიკოსები მეცნიერები საზოგადოებრივი ყველა უნდა ჩაერთოს ამ პროცესში ყველა უნდა გახდეს რესურსი იმიტომ რომ მხოლოდ აი ამ საერთო ძალისხმევას ერთობლივ ძალისხმევას აი ამ სინერგიას შეუძლია ძალიან მნიშვნელოვან შედეგებამდე მიგვიყვანოს და ამ ეტაპზე სწორედ ეს გვაკლია ჩვენ და სწორედ ეს გვჭირდება. ანუ უნივერსიტეტები, საგანმანათლებლო ინსტიტუტები, როგორც მივხვდით, მე ვიცი რომ თქვათ სოფლადაც არიან რაღაც ინსტიტუციები, რომლებსაც და მხარდაჭერაც შესაძლებელია. დიახ, რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ უფრო პატარა სოფლებზე, პატარა ქალაქებზე, ნუ რთულია იქ რო არსებობდეს უნივერსიტეტები, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში პროფესიული განათლების ცენტრი რო იყოს, საკმაოდ ძლიერი კოლეჯები რო იყოს, რომელიც სპეციალიზებული იქნება, ვთქვათ, რაღაც საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც ტიპიური და საჭიროა იმ კონკრეტული ტერიტორიისთვის, იმ კონკრეტული რეგიონისთვის, ეს იქნება ძალიან კარგი. და აი ეს მიმართულება ამ ეტაპზე სწორ სათანადოდ არ მუშაობს და ეს ართულებს საკითხს. დიახ, OECD მოდელინგიც აჩვენებს, რომ მწვანე სამუშაო ადგილები ძირითადად დედაქალაქებშია და საერთოდ არის ეს პრობლემა და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ტრანზიცია თანასწორად წარიმართოს, იმიტომ რომ სამუშაო ადგილების დაკარგვა კიდევ უფრო ხშირი სოფლად არის და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დიდი ყურადღება დაეთმოს სოფლად მცხოვრებ ადამიანებს, ასე თუ ამ ტერიტორიებს. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ აი ამ მწვანე მეწარმეობის კურსზე,
ვთქვათ, აი ამ შემთხვევაში ადამიანები, ვთქვათ, აი რას ფიქრობენ, ძირითადად რა ამოძრავებთ ხოლმე, რა მოწონთ, ან რა აღელვებთ ყველაზე მეტად. როდესაც რამდენიმე წლის წინ ESRDG-სთან ერთად მე წარვადგინე ახალი კურსი, მათაც უნივერსიტეტში, სადაც ძირითადად მეწარმეობას ჩემთვის მე თქვა წამახალისა რომ ეს გამეკეთებინა, ის იყო ის რომ ჩემმა ერთ-ერთმა სტუდენტმა ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტმა მითხრა რომ მე არც ვიცი, როდესაც მე ვლაპარაკობდი მწვანე მეწარმეობაზე, ერთ-ერთმა სტუდენტმა, რომელიც ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი იყო, მითხრა, რომ მე არც კი წარმომედგინაო, რომ შემეძლო ჩემი იდეებისთვის ხორცი შემესხა და ვთქვათ, აი ეს პლასტმასის ჩანაცვლება, რომ რეალური ყოფილიყო, მე ამას ვერც წარმოვიდგენდი. მე მესმის, რომ ვთქვათ, მწვანე მეწარმეობა შეიძლება არ იყოს საკმარისი და რომ აუცილებელია უფრო სიღრმისეული და სპეციალიზებული კურსების წარმოება, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა არსებობს სხვადასხვა სტუდენტები, სხვა პროფესიები, ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებიც შემოდიან ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო გადაწყვეტილებებით და ჩვენ გვეძლება საშუალება რომ ვთქვათ ძალიან გავავრცელოთ ეს ცოდნა, რასაკვირველია არანაირად არ უნდა შემოიფარგლებოდეს ეს განვითარება და ეს მიმართულებები ვთქვათ იმ მარტო ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებით, ბიოლოგიისა და სხვადასხვა მეცნიერებების სტუდენტებიც უნდა იყვნენ აუცილებლად ჩართულები, იმიტომ რომ ისინი ძალიან კარგი იდეებით მოდიან, მაგალითად ვთქვათ, ნარჩენების შემცირების, უფრო ეფექტიანი გამოყენების, უფრო მდგრადი გამოყენებისა და სხვადასხვა მიმართულებებით, ასე რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ალტერნატიული ენერგიის განვითარების საკითხები. ჩვენ ვაგრძელებთ სოციალური ენტერპრენორშიპის შეტანას, ასევე სხვადასხვა ახალი ცნებების, პრინციპში როგორც თქვენ აღნიშნეთ, დიახ, მწვანე სამუშაო ადგილები ძირითადად ქალაქებშია, მაგრამ რეგიონებს და პატარა ქალაქებსაც შეუძლიათ კვებოდ ეს კომპანიები, რომლებიც ცენტრალურ ადგილებში არიან კონცენტრირებული, თქვათ, ახალი ცოდნით, აი რეგიონებში დაგროვებული ცოდნით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ნებისმიერ ენტერპრენერულ ინიციატივას ჰქონდეს მასშტაბები. ანუ იმ შემთხვევაში თუ კი შენ მოგეცემა საშუალება, რომ გაერკვიო რა ჭირდება იმას, ვინც მუშაობს ქალაქში, შენ შეძლებ მიაწოდო საჭირო რესურსი. მე არ ვიცი, ხა ეს იყო თუ არა თქვენი შეკითხვის მეორე ნაწილი, მაგრამ ნუ მე მინდოდა უბრალოდ მეწარმეობის კურსთან დაკავშირებით მეთქვაურიოდეს სიტყვა. დიახ, ეროვნული პროგრამა ეს მნიშვნელოვანი რამ არის, ის არსებობს და ჩვენ გვჭირდება რომ ის გამოვიყენოთ განათლების სწორი განათლების მიზნებით. ძალიან დიდი მადლობა ნატო, ძალიან დიდი მადლობა ამ ეკოსისტემის მიმოხილვისთვის. მე მინდა ყველა სპიკერი მოვიწვიო და მე ვხედავ რომ არის კითხვები ჩეტში და შეგვიძლია ვთქვათ წავიკითხოთ და დაგიბრუნდეთ. მე მომდევნო 10 წუთის განმავლობაში ჩვენ შეგვიძლია აუდიტორიისგან მივიღოთ კითხვები. თუ გინდათ დაწერეთ, თუ გინდათ მიკროფონი ჩართეთ, ერთი კითხვა, რომელიც მე პრინციპში ვნახე, პრინციპში უკვე დასვეს კითხვები, თუ პასუხეს კიდეც. შეგიძლიათ თუ არა რომ გვირჩიოთ პოლიტიკის მესაურებს, რომელსაც უნდა მეტი ქალის ჩართვა.
ნუ იცით რა ეს გრძელვადიანი პროცესია, მაგრამ აი დღეს რო გინდოდეთ რჩევა მიცეთ მაგალითად აი პოლიტიკის დამგეგმა ადამიანს, აი როგორ ჩართოს მეტი ქალი, აი რა გააკეთო, მე მესმის რომ ეს ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ აი ხო სხვადასხვა პერსპექტივებიდან ხო უყურებთ ამ ყველაფერს, მაგრამ აი ენდრიუ პირველმა თქვენ, მე რეანა, მე რენატო, აი დღეს რა გააკეთოს რჩევა ჩემი ერთ-ერთი რასაც მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე, თუ თქვენ ეძებთ რამეს და აი ვთქვათ, ეძებთ მსგავს idეებს, მიდგომებს რაღაცა პერიოდის განმავლობაში და იგივე შედეგს იღებ, ალბათ დროა რომ ეს ყველაფერი თავი დაანებო და შეხედო იმას, რაც აქამდე არ გაკეთებულა და შეეცადო დაინახო რა შეიძლება სრულიად ახალი გააკეთო ამ სფეროში. ამიტომ დაანებე ყველაფერს თავი, რაც აქამდე გაგიკეთებია და მოიფიქრე რამე ახალი. გასაგებია, კი ბატონო. ეს მე კიდე ერთხელ ვიმეორებ, ეს არის აზროვნების ფორმა. წყობა აზროვნების. აი ეს უნდა შეცვალო და ყველაფერი გამოჩნდება. ძალიან კარგი დათქვამია, ანა, თქვენ რას ურჩევდით? მადლობ ტიფანი, მე პარტნიორობა უნივერსიტეტებთან, პროფესიულ სასწავლებლებთან, გარემოს ტექნიკურ მეცნიერებების ფაკულტეტებთან, იმიტომ რომ ძალიან დიდი გეფებია ბიზნესებსა და ანუ რა უნდა ბიზნეს და რას აძლევს უნივერსიტეტი. დიდია განსხვავება. ერთმანეთს უნდა დაელაპარაკონ, მე მგონი. უნდა დაელაპარაკონ იმაზე, რა მოთხოვნა ბაზარზე, რა არის საჭირო, ვისი დაქირავება უნდა, ანუ მეტი პარტნიორობა უნივერსიტეტებთან. თქვენ რა სიტყვით, ნატო? მე ვფიქრობ, რომ გაიზარდოს დააკვირდნენ ფინანსებზე წვდომის პოლიტიკას. რა არის ქალებისთვის მისაწვდომი და რა არა. თუ რაღაც არ არის ხელმისაწვდომი, აი ეს სიტუაცია რომ გამოსწორდეს. საქართველოში სოციალური ტრადიციები არის ისე რომ მოწყობილი, რომ უძრავი ქონება ძირთადად კაცებს გადაეცემათ ხოლმე მემკვიდრეობით და აი ქალებს მაგალითად არა აქვთ ქონება და ამიტომ რაღაცა ეს სესხებზე არ მიუწვდებათ ხელი და წარმოიდგინეთ, ახლა ბიზნესის გაწყება კი გინდა, მაგრამ ქონება არა გაქვს, რომლისაც ეს მიიღებ მაგალითად რაღაცა სესხს და მე გამართავ. ასევე სოციალური ტრადიციები არსებობს და ალბათ სახელმწიფო პოლიტიკაც უნდა ასტიმულირებდეს ქალებს. ანუ წამახალისებლების სტიმულების შექმნა არის ძალიან მნიშვნელოვანი. წლების წინ ქალები, მეწარმეები, რომლებსაც ჰქონდათ სახლები და უნდათ რომ კრედიტები მიეღოთ, ისინი თხოვდნენ, რომ ისინი კაცებს თხოვდნენ, რომ მათთვის რაღაცა გირაო ჩაედოთ, უფრო საიმედოები ეჩვენებოდათ ეთყობა ბანკებს და აი ესეთი რაღაცები აუცილებლად უნდა გაიაზროს მთავრობამ, უნდა მიხვდეს, რომ ეს ურთულებს ქალებს ცხოვრებას და არ აძლევს საშუალებას, რომ დაიწყონ თავიანთი ბიზნესი. ეს არ არის ობიექტური მიზეზი, ეს არ არის მოტივაციის ნაკლებობა. ძალიანაც მოტივირებულები არიან, თავდაჯერებულებიც არიან, მაგრამ რესურსები არ აქვთ, რომ განახორციელონ თავისი. ძალიან დიდი მადლობა და საკმაოდ ანუ რეფლექსია, აზროვნების წყობა, პარტნიორობა, წახალისება, აი სწორედ ის პასუხები მივიღე, რასაც ველოდებოდი. დიდი მადლობა. კითხვებია ჩატში. მაგალითები შეგიძლიათ წარმოგვიდგინოთ, როდესაც გენდერულად ბრმა პოლიტიკამ ზიანი მოიტანა. რა თქმა უნდა, შემიძლია გავაზიარო ასეთი მაგალითები.
თუმცა ენერგო სექტორში ჩვენ კვლევაში ვნახეთ, რომ ზოგიერთ კლიენტს არ უნდოდა რომ მიეღოთ ქალი ტექნიკოსებისგან მიეღოთ სერვისი. ინტეგრიტაში მაგალითად უნდოდა წაეხალისებინათ ქალები, აიყვანეს ტექნიკოსები და კლიენტებმა უარი თქვეს ამ მოსახურებაზე. იმიტომ რომ აი რაღაც ისეთი ძლიერი იყო სტერეოტიპი, რომ კაი ხელოსანი თუ გინდა ის კაცი უნდა იყოს. და თვითონ ლექტორებიც ამბობენ ხშირად, რომ სტუდენტებს არანაირი წარმოდგენა არ აქვთ, რა არის მწვანე დასაქმება, მწვანე სამუშაო ადგილი. ანუ კი გაუგიათ ტერმინი, მაგრამ ვერ ხსნიან. ასევე სოფლის განვითარებიდან და სოფლის მეურნეობის განვითარებიდანაც შემიძლია წამოყალიბდეს, როგორც მე წარმოვადგინე ჩემს პრეზენტაციაშიც, რომ აი მიწის ფლობის საკითხებიც არის რთული და როდესაც თქვათ მწვანე სუბსიდიაზე, ტრენინგზე და გრანტებზე მიდგება საკითხი, აღმოჩნდება, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ ოფიციალურად დარეგისტრირებული ეს მიწა და ამიტომ თქვენი ხმა წყდება, ქალბატონის ხმა წყდება და ამიტომ ცოტა რთულად ისმის უკაცრავად, მაგრამ ვფიქრობ ამბობს, რომ ნუ რაღაცნაირად გვესმის რას ამბობს, ინტუიციით ამბობს, რომ ვთქვათ რომ ვთქვათ, როდესაც შეიძლება ეს წინა ასეთი ტიპის პოლიტიკა, როდესაც გენდერულად ბრმა შეიძლება ზიანს აყენებდეს, ვთქვათ, თუნდაც სულაც არ კონდეს ეს განზრახვა. მაგალითად სოფლად მაგალითად აი ქალებს უკეთესი განათება ჭირდებოდათ სოფლად და აი სიბნელეში უჭირდათ სიარული და არავინ არ გაითვალისწინა და რაღაც აი ამ პროცესებში გვიან რო ჭირდებოდა დაბრუნება ისეთ ადგილებში თქვათ ქალების მისვლა შეზღუდული იყო. წყდება ხმა და რამდენადაც შესაძლებელია ესმის. ბატონო ირაკლი, თქვენი კომენტარია აქ მე მგონი. ანუ მწვანე წრიული ეკონომიკის განვითარება გარკვეულწილად იმედის მომცემია, იმიტომ რომ ხელს უწყობს ინოვაციურ განვითარებას შემსამშენებლო სექტორში და რა თქმა უნდა, ვთქვათ, ქალაქის მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილების მეტი შესაძლებლობა არის და აქ ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ მთავრობამ ხელი დაუჭიროს კომპეტენციების განვითარებას, ტესტირებას და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას სამომავლოდ. ვინმეს აქვს რაიმე რეაქცია ამ საკითხთან დაკავშირებით? ბატონო ირაკლი, თქვენ ხო არ გინდათ კიდე რამე თქვა თქვენ კომენტართან დაკავშირებით? დიდი მადლობა ჩართვისთვის, მინდა გამოვხატო ჩემი პოზიცია. მოგესალმებით, ძალიან კარგი ფორმატია ეს შეხვედრის. დიდი მადლობა ყველა პრეზენტატორს საინტერესო ინფორმაციის მოწოდებისათვის. უბრალოდ მინდა ყურადღება დაუთმო ასევე, დღეს თუ ვერ ხდება სამომავლო შეხვედრებზე, კარგი პრაქტიკია კიდევ გაგვაცნოთ, რა ჩვენ გამოგვადგება თვითმმართველობებს, რომ ჩვენ მწვანე ეკონომიკის სტიმულირებისთვის მოსახლეობას მივცეთ გარკვეული ინსპირაციის წყაროები, არა მარტო ნარჩენის, პლასტიკის, ლითონის თუ ქაღალდის, მწვანე ეკონომიკაში დიდი რესურსები არსებობს, ასევე სამშენებლო ნარჩენების შემდგომი გამოყენების თვალსაზრისით. ჩვენ ვიცით, რომ საერთოდ ამ პროცესებს ყველა ქალაქში, მზარდია ქალაქში მოსახლეობის ესე რომ ვთქვათ რიცხოვნობა, სამწუხაროდ შეიძლება სოფლები იცვლება და ბუნებრივი ადამიანები უკეთესი საცხოვრებელი პირობების საძიებლად გარკვეული
ესე იგი გზებს გადის, ეს ყველგან ხდება ბუნებრივი პროცესია და ამასთან ახლავს სამშენებლო ინდუსტრიების ბუმი და ზრდა. ბუნებრივი აქ არსებობს ბევრი სამშენებლო ნარჩენი, რომელსაც ასევე ორგანიზებული ციკლის მართვა სჭირდება. რომ თუკი ჩვენ ვსაუბრობთ პლასტიკის ნარჩენის დაუშვათ სეპარირებაზე და მისგან უკვე ცნობიერების ცვლილებებზე და ეკონომიკაში მოქცევაზე, ასევე დიდი რესურსია სამშენებლო ნარჩენების გადამუშავების თვალსაზრისით, რომელიც იქნება მრავალსახოვანი, მრავალფეროვანი პროდუქციის წარმოები და რაშიც გენდერულ ჭრილის თვალსაზრისით, აი მანდილოსნებსაც თავიანთი კრეატიული შემოქმედებითი მიმართულებით შეუძლია მრავალი პროდუქციის წარმოების იდეების სტარტაპებს ჩაუყაროს საფუძველი, რომელიც იქნება ბიზნესიდან, ესე რომ ვთქვათ, მისაღები და აღქმული. და ჩვენ უბრალოდ გვაინტერესებს ამ მიმართულებით რა კარგი პრაქტიკები არსებობს, როგორ გაართვა ცივილიზებულმა სამყარომ, ესე რომ ვთქვათ, თავი ამ პროცესებს, რომ ჩვენც დავიწყოთ გარკვეული ინტერვენციები. ქუთაისს ძალიან კარგი მაგალითები აქვს უკვე სეპარირების კუთხით, მწვანე ნარჩენების კომპოსტირების კუთხით და ასე შემდგომ, რაშიც ძალიან დაგვეხმარა ჩვენ გაეროს განვითარების პროგრამა და ევროკავშირი, რომელიც გრანტის საშუალებით შევძელით ბევრი სადემონსტრაციო ნაბიჯების გადადგმა ქალაქში, თუნდაც განახლებადი ენერგიის ენერგიის გამოყენებით და ასე შემდგომ და გვინდა რომ ჩვენ საზოგადოებას კიდევ ეს ამოუწურავი თემებია და ახალი ინსპირაციები შევთავაზოთ ბიზნესებიც დაინტერესდეს, იმიტომ რომ ჩვენთან არსებობს სახელმწიფო ფედერალური, ესე რომ ვთქვათ, პროგრამები, რომელიც სპეციალურ გრანტებსაც გამოყოფს მინიმალურ დონეზე ინოვაციური იდეების დასაპროექტებლად და ეს გარკვეულწილად ხელს უწყობს ადამიანებს უფრო ახლებურად იაზრონ, ახლებურად წარმოსახონ არსებული გამოწვევები და ამ გამოწვევებში სწორი ადაპტირები და სწორი ნაბიჯები შექმნან თვითდასაქმების შესაძლებლობები. ამ მხრივ მინდა და მოვლენის ვეთნება, რომ კიდევ კარგი მეტი პრაქტიკები აი ამ სფეროშიც მივიღოთ. ეს იქნებოდა ჩემი უბრალოდ სურვილი. მადლობთ. დიდი მადლობა. ანუ მეტი კონკრეტული მაგალითი გინდათ და ძალიან კარგი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ, რომ დაგიბრუნდეთ და ხარი დაგიჭიროთ. ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო დიალოგისთვის. ეს კიდე ერთი საათიც არ ეყოფოდა ამას, მაგრამ სამწუხაროდ უნდა ნელ-ნელა შევაჯამოთ. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ანას, ნატოს, ენდრიუს, ამ ძალიან კარგ სპიკერებს. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, თქვენ ძალიან ბევრი რამ მოგვეცით და ეხლა მე მინდა სიტყვა გადავცე ჩემს კოლეგას ელაია მერიოტის. ის წარმოადგენს გენდერულ გუნდს მერები ეკონომიკური ზრდისთვის და დიდი მადლობა ტიფანი, ნატო, ანა, ტიფანი და ნატო. მე მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ყველა მონაწილეს, ვინც ასეთი საინტერესო მოსაზრებები და კითხვები გაგვიზიარა. და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა დღევანდელი დიალოგის არის ის, რომ ქალების დაყენება ეკონომიკის განვითარების ცენტრში არის ძალიან დიდი წარმატების საწინდარი. ქალებს უნდა გქონდეთ ხელმძღვანელობაზე, მწვანე სამუშაო ადგილებსა და ინოვაციაზე წვდომა და ეს სარგებელს მოუტანს ყველას, მთელ საზოგადოებას, იმიტომ რომ იქნება მეტი კრეატიული გადაწყვეტილება, მეტი კრეატიული მოსაზრება. ჩვენ ვხედავთ, რომ ინკლუზიური მიდგომები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საინტერესო. აუცილებელია, რა თქმა უნდა, კოლაბორაცია ქალაქსა და სოფლად ცხოვრებ ადამიანებს შორის, ასევე სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან.
აკადემია, მეცნიერები, ინსტიტუტები, უწყებები, სტარტაპები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველასთვის და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ტრანზიცია უფრო მწვანე ეკონომიკისგან, სუფთა ეკონომიკისგან ყველას უხსნის ძალიან დიდ პერსპექტივას. ანამ ასევე გითხრა, რომ ეს გენდერული განსხვავების, gender gap-ის და აღმოფხვრა უკეთეს, არა მარტო მეტი, არამედ უკეთესი სამუშაო ადგილებისკენ წაგვიყვანს და ეს ყველაფერი მერე თავსებადობაში იქნება მოთხოვნა და შემდგომ უკვე ასეთი წარმატების მიღწევის შედეგად მოთხოვნები და შეთავაზებული ტალანტი და უნარები იქნება თანხვედრაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი მერები ეკონომიკური ზრდისთვის ინიციატივები და ჩვენ აი ამ ჩვენი პროექტებისა და ჩვენი დისკუსიების მსვლელობზე შევეცდებით, რომ ახალი და ახალი ასეთი შესაძლებლობები გამოვავლინოთ. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა თქვენი ჩართულობისთვის. ყველას გისურვებთ ძალიან დიდ წარმატებას.